თუნებას მომწონთ მინდა განმარტო აუდიტორიისთვის, რომ ასეთი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის მიმართ არის წმინდა მოღალატეობრივი, იმიტომ რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის მომავალი სტრატეგიული ბედი არ გადარდებდეს და რეჟიმის გადარჩენის მიზნით ელოდებოდე დღეებს ითვლიდე, როდის გაურიგდება სხვა ქვეყნის პრეზიდენტი შენი მტერი ქვეყნის მმართველს იმისთვის, რომ შენს მიმართ აღარ იყოს დემოკრატიული განვითარების მოთხოვნები და პირობითობა და შენ თავისუფლად განაგრძო საკუთარი რეჟიმის კონსოლიდაცია, ძალაუფლების და სიმდიდრის გაზრდა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ეს ხელისუფლება ძალიან დიდი ხანია არ ატარებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მუშაობს აბსოლუტურად ინდივიდუალური დღის წესრიგით. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამნილებს რაც შეეხება, ჩემი აზრით ძალიან რეზონანსული იქნება ახალი ადმინისტრაციისთვის, წინა ადმინისტრაციაშიც აქტუალური იყო ეს თემები, ბუნებრივია, მაგრამ ესეთი მოკლე და მკაფიო გზავნილების ადრეულ ეტაპზე პოზიციონირება ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ მისი საკითხი ზუსტად ისეთ ჭრილში იყოს განხილული ამ ყველაზე აქტუალურ დედაქალაქში, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ანუ ის, რომ საქართველო უნდა იყოს დასავლეთის კარიბჭე, რომ საქართველოს დათმობა, ასე ვთქვათ, რუსეთისთვის არის ძალიან მიოპიური და დემოკრატიული საზოგადოებისთვის, სასამყაროსთვის არასასარგებლო სვლა, იმიტომ რომ საქართველოს აქვს სხვადასხვა სტრატეგიული დანიშნულება, მაგრამ არა მარტო სტრატეგიული დანიშნულება, მათ შორის საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ დაუბრუნდეს და მოკლე პერიოდში აქტიურად განაგრძოს დემოკრატიის შენება, რაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ის ხაზი, რომლის მიჩქმალვას ან ნიველირებას ცდილობს ქართული ოცნების პროპაგანდა თავისი მრავალი ეგრეთ წოდებული ანალიტიკური გადაცემებით და რატო ტრამპისთვის დემოკრატია მნიშვნელოვანია, უბრალოდ ტრამპის ადმინისტრაცია უარზეა წაახალისოს დემოკრატიის საფარქვეში არსებული რეჟიმები, მაგრამ თვითონ დემოკრატია როგორც ფენომენი, სახელმწიფო მართვის მოწყობის ფენომენი ამ ადმინისტრაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.